აღდგომის სულიერ მნიშვნელობაზე მინდა ვისაუბროთ მამა იოანე მომზადებაზე აღდგომისთვის სამბრწყინვალე დღესასწაულისთვის და არა მხოლოდ ტრადიციაზე ცხადია, რაც ხანდახან ხდება ხოლმე ასე ცხოვრების უგზაზე. რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ სულიერად მოვემზადოთ აღდგომის კვირეულებში ვიმყოფებით და მინდა ამასაც დავუთმოთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ წამში კითხულობ და ვამბობთ ბოლო მუხლებში, რომ მოველი აღდგომა სამყდრეთით და ცხოვრებასა მერმისამის საუკუნესასა. ამინ. აი ეს არის მთელი არსი იმისა, რომ ადამიანი როგორ უნდა მოემზადოს და რისთვის უნდა მოემზადოს. აღდგომისთვის ვემზადებით და მოციქულები, რომელმაც თათ ქონდათ განცხადებული მას ხوارმა აუწყა, რომ ნახავთ აღდგომას, მაგრამ ჯერ არ იცოდნენ ეს. ჩვენ ეს უკვე ვიცით და ამის წამს და გვჭერა და მიღებული გვაქვს როგორც სარწმუნოება და ამას მოველით უკვე. განსხვავებით მოციქულებისაგან, რომლებიც შეშინებულები იყვნენ ამის გამო და მაგრამ როცა მაცხოვარი გამოეცხადა მათ და დიდი სიხარული ჰქონდათ, მაშინაც კი ძნელი იყო მათთვის ამის დაჯერება. და გაუჭირდათ, მაგრამ ჩვენ ეს უკვე გვაქვს ეს მოცემულობა და უკვე ამდენი საუკუნე ამას აღვიარებთ და მოველით აღდგომას სამყდრეთით და მომავალ ცხოვრებას. ანუ უკვდავებაში გადასვლას მოველით და როგორ უნდა მოვემზადოთ ამისთვის. ადამიანი როცა მიდის უბრალოდ ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში ან ქვეყანაში განსაკუთრებით უცხო ქვეყანაში ცდილობს რომ გაარკვიოს იქ რა ენაზე ილაპარაკოს, რანერი სადაც დასახდეს, ვინ დახტება. რა თქმა უნდა, ეხლა და როცა ხვალ გაშეშინებული ხარ, აბა აქ რითი წავიდე და სად მოხვდე და არ დავიკარგო. ეხლა წარმოიდგინეთ უკვდავებაში როცა გადადიხარ, არ უნდა იცოდე სად მიდიხარ და აქვე უნდა გააცნობირო ეს და ამისთვის მომზადება არის სწორედ უკვე აი აღდგომისთვის მომზადება და რაც შეეხება ტრადიციას, ეხლა რა თქმა უნდა ეს ტრადიცია არ არის უპირატესი როგორც წარმართველი იმის ეს ყალიბდება იმ წლების და პროცესების განმავლობაში. დიახ და რა თქმა უნდა მარხვა უძღვის თვითონ აღდგომის დღესასწაულს წინ. ანუ თავშეკავების პერიოდი, თუმცა ეს თავშეკავების პერიოდი არ თავდება აღდგომის მერეც. აქ ლაპარაკი არ არის საჭმელზე. აქ ლაპარაკი არის ზნეობრივ თავშეკავებულობაზე და ეს მომზადებულობა არის განუწყვეტელი პროცესი არის სულ. სულ ასე უნდა იყოს კი ბატონო. მაგრამ განსაკუთრებულად მაშინ როცა ეს მარხვა დგება, დიდი მარხვა და აღდგომის დღესასწაულის ვემზადებით, ეს ციკლი გაჯერებული არის აი ამ კონკრეტული უდიდესი და ყველაზე დიდი დღესასწაულისთვის, აი საკითხავებით, მსახურებებით, განსაკუთრებული ფორმით და შეხსენებით, რომ ადამიანმა ეს თავისთავად შეახსენოს და განიცადოს ის მიახლება ქრისტესთან, აღდგომილ ქრისტესთან და მასთანავე ავდგეთ მკვდრეთით. ეს არის მთავარი ჩვენი მიზანი. აღდგომა როგორც დასაწყისი და განახლებაა ადამიანის. ეს არის ცხოვრების დასაწყისი.